ნატო სამიტი, სადაც განიხილება ევროპის უსაფრთხოების საკითხი და იქ საერთოდ არ იწვევენ საქართველოს. რა არის ამის მიზეზი და რა არის ამის შედეგი საბოლოო ჯამში? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენ ორ მნიშვნელოვან თემას შეეხეთ, ეს არის ნატო სამიტი და მეორე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც 8-ში მიიღებენ. ორივე შემთხვევაში არის უკიდურესად მძიმე განაჩენი საქართველოს ისტორიისთვის. პირველი ნატო სამიტი, სადაც ჩვენი მისწრაფებები წლების მანძილზე იყო უცვლელი, ქართულმა ოცნებმა მიიყვანა იქამდე, რომ დღეს ამ სამიტზე აღარ გვიწევენ. ჩვენ არ ვართ მისი წევრი და დღეს ვოლსკიმ იცრუა, როდესაც თქვა, რომ მხოლოდ წევრები არიან იქ მიწეული, ეს არის დიდი ტყუილი. მათ აღარ აქვთ არც იმის არგუმენტაცია, რომ მათ ტყუილების მიღმა დაამტკიცონ, რომ ისინი მართლები არიან. ისინი მტყუანი არიან როგორც ქართულ ხალხთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ აღარ დარჩათ არაფერი იმისთვის, რომ დასავლეთთან ითანამშრომლონ. ვერაფერს ვეღარ თავაზობენ დასავლეთს იმისთვის, რომ დასავლეთმა დაუჯეროს ქართულ ოცნებას და ესაა სწორედ ის ანდოობის პრობლემა, რაც ქართულ ოცნებას დაუდგა და სწორედ ამიტომ არ იწვევენ ამ სამიტზე. არ და ამ სამიტზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი იქ ყოფნა, ვინაიდან ჩვენ დავდიოდით, ჩვენ ვიყავით წევრები, ჩვენ გვიწევდნენ, ჩვენ ვიყავით მთავარი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, ვისთანაც ურთიერთობები ჰქონდა ნატოს და პერსპექტივაში სტრატეგიულად განიხილავდა იმას, რომ საქართველოს უნდა ჩართულიყო იმ დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებში, რაც დასავლეთს აქვს და ეს მიზნები საქართველოს ინტერესებს ზუსტად ემთხვეოდა. იგივე ეხება ევროკავშირსაც და უკვე დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერებულია ესე ტექსტები, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპარა არჩევნები, ქართული ოცნება დევნის სამოქალაქო სექტორს, ქართული ოცნება ციხეში უშვებს პოლიტიკურ ლიდერებს და ქართული ოცნება ემსგავსება ავტოკრატიულ სახელმწიფოს, ვისთანაც აღარ თანამშრომლობენ. ანუ ესეც განაჩენია. ჩვენ ნახეთ ევროსაბჭოს განცხადებები, ჩვენ ნახეთ ევროკავშირის განცხადებები, ეუთოს განცხადება დამატებით დღეს საბოლოოდ აკაფსულებს იმას, რომ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს ეს ქვეყანა სრულად იზოლაციაში დატოვოს და ეხა ეს იზოლაცია უნდა ვთარგმნოთ ქართველებისთვის, რაც ნიშნავს, იმიტომ რომ ხშირად საუბრობთ, რომ საქართველოს იზოლაციაში ექცევა, მაგრამ და თითქოს ამას შინაარსი არ აქვს. ხომ ამას ამბობ გიორგი, არა და მე ზუსტად ეს ვიკითხე, შედეგი რა არის ამის? შედეგი შინაარსი ითარგმნება ის, რომ ჩვენ ვრჩებით პირველი მარტო რუსეთთან და ეს არის დიდი განსაცდელი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ის, რასაც ქართული ოცნება ამდენი ხანი ატრიალებს, რომ მეორე ფრონტი და რუსეთთან დაუცველები ვართ, სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკიდან ვრჩებით დაუცველად, იმიტომ რომ ჩვენ ნატოს პარტნიორობა დავკარგეთ, ჩვენ დასავლელი პარტნიორების ხარდაჭერა დავკარგეთ და იზოლაციაში ვართ. ეს ჩვენს ფიზიკურ მომავალზე აისახება და აისახება ასევე იმ ინვესტიციებზე, რომელიც ამ ქვეყანაში აღარ შემოვა. ანუ იზოლაცია როგორც ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ოჯახების იზოლაციაზე აისახება, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ასევე აისახება ფინანსურ მდგომარეობაზე, ჩვენი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე და ჩვენს მაცივარზე რო გამოვაღებთ, იმ მაცივარში რა დაგხვდება. იქ არ დაგხვდება ჩვენ პროდუქტები უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ის პოლიტიკა, რასაც ქართული ოცნება აწარმოებს, ეგრეთ წოდებული, რასაც თვითონ მულტიპოლარულს უწოდებენ, მულტივექტორულს, ეს არ არის მულტივექტორული პოლიტიკა. ეს არის ივანიშვილის გადარჩენის პოლიტიკა და ივანიშვილმა თავი როგორ დაიძურინოს იმ იზოლაციიდან, რასაც ქმნის ქვეყანაში და როგორ გადარჩეს ფიზიკურად, როგორ გადარჩეს ეკონომიკურად და როგორ არ შეუქმნას თავის ოჯახს პრობლემები. ეს არის ამაზე დგას ქართული ოცნების ერთადერთი პოლიტიკა. ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობას და საკუთარ კეთილდღეობაზე. საკუთარი კეთილდღეობა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაში არ გადის. გადის აშხაბადში, რაც ახსენა ის ვოლსკიმ რამოდენიმე თვის წინ და სწორედ ეს არის აქ წყდება საქართველოს ბედია, ხო? კი, ზუსტად ეს არის. და აქ იქ რო გადაწყდება საქართველოს ბედი ჩვენთვის, ქართველებისთვის ნიშნავს ეს, რომ ჩვენ დღეს რაც გვაქვს, აი თქვენი ეთერით, ხო? ესეც აღარ იქნება, იმიტომ რომ ფინანსური უზრუნველყოფა ტელევიზიის არის მნიშვნელოვანი კრიტიკული ხმა ისმენს, ამას ვეღარ შევძლებთ. ვეღარ შეძლებს სტუდენტი, რომლებიც გუშინ მრავალრიცხოვნად იყვნენ ოფენეარზე, მაგრამ ის მრავალრიცხოვნება არ ჩანს ქუჩაში, იმიტომ რომ მათ ბედს ეხება. ეს მათი ბედია, რომელიც დაიკეტება და ჩაიკეტება, შეეხება ყველა სფეროს, მათ შორის სამედიცინო სფეროსაც და იმ ექიმებსაც. ამ იზოლაციაში როცა დავრჩებით ჩვენ და ეს გადაწყვეტილია ქართულ ოცნებას, რომ აქ ამ დაკაფსულებულ კიდობანში უნდა ჩაგტოვოს, საიდანაც გამოსასვლელი ბევრად უფრო გაჭირდება დღეს ეს არის. და ამიტომ ნებისმიერი საზოგადოების შრეზე, ფენაზე უნდა მივიდეს ეს ამბავი, რომ ივანიშვილის პოლიტიკა უბრალოდ აშხაბადში წყდება, ეს უბრალოდ სიტყვა არ არის. ამაში დევს შინაარსი და შინაარსი გვეხება ჩვენ ყველას. კი ბატონო. აი დღევანდელი სიახლეც ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ვრცლად შემდგომ, თქვენ შემდგომაც, მაგრამ აი ანაკლიის პროექტი, ხომ? ამის შესანიშნავი
უამრავი მაგალითია, როგორ გაწეილად რო ივანიშვილმა ჩინელების ინვესტირების მოლოდინში და დღეს აღმოჩნდა, რომ მთლიანად სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ამ პორტის მშენებლობა. ეს რას ნიშნავს თქვენთვის, რომ ის არ აშენდება საერთოდ? სახელმწიფოს დაფინანსებული პროექტები ვნახეთ ჩვენ წინასაარჩევნოდ თბილისიდან რუსთავამდე გაყვანილი ტრამვაის ხაზი, რომელიც არასდროს არ მოხდა ბილბორდს არ ჩამოცენილა ეს ამბავი. ძალიან მარტივი ვარკეთილის მეტრო, რომელიც ვერასდროს ვერ დასრულდა. ან ავლაბრის მეტრო, რომელიც დასრულდა და მერე წყალი ჩამოვიდა და ჩარეცხა მთელი მეტრო. ანუ ეს არის ქართული ოცნება, რასაც ხელს კიდებს ყველაფერი ინგრევა. დასავლეთისკენ, რომელიც ვერასდროს ვერ დაასრულეს. ვერ დაასრულებს ქართულ ოცნებას, არ გააჩნია ფინანსური რესურსი იმისთვის, თავად ქართულ ოცნებას არც ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ამის სურვილი, რომ თავის ინვესტიციები ჩადოს რაიმე პროექტში. ეს არ არის მისი ამოცანა. ამისთვის ჭირდება ინვესტორები და ინვესტორები თუ არ შემოვლენ ქვეყანაში და არ შემოვლენ, არ ჭირდება ჩინეთს პრობლემური საქართველო, არ ჭირდება შუა აზიის სახელმწიფოებს პრობლემური საქართველო, სადაც ქართული ოცნება პრობლემებს ქმნის, მუდმივად პრობლემებს ქმნის, მუდმივად კრიზისებს ქმნის. ასეთ სახელმწიფოსთან რაც არ უნდა ბევრჯერ ჩავიდეს თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ცენტრალურ აზიის სხვა სახელმწიფოებში კობახიძე ან მისთანანი ვერასდროს ვერ ეტყვის საბოლოო პასუხს კობახიძე როგორ აპირებს საქართველოში ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას და დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას. მათთვის ინვესტიციების, ჩინური ინვესტიციებისთვის რა არის მნიშვნელოვანი, რომ ის რასაც ჩადებს საქართველოში, ის განხორციელდება. ვერ აძლევს კობახიძე და ივანიშვილი ვერავის ვერ მისცემს ამის გარანტიას, იმიტომ რომ თვითონ არ არის თვითყოფადი ავტოკრატი, თვითონ არ არის თვითყოფადი სუვერენი. ხო, მაგრამ სხვა გზაც არ აქვს, ხო, გიორგი? ეს მინდა რომ გვიკითხო, გვატყუებს, მაგრამ მას აქვს ერთადერთი მისი აზრით გადარჩენის გზა, თუ ის შეეკრება ავტორიტარებს, იმიტომ რომ ცივილიზებულ სამყაროსთან მას გზა ჩახერგილი აქვს, თუ არჩევნებს მოიპარავ, ადამიანებს ქიმიური არაღით, ასე ვთქვათ, წყალში გარეულ ქიმიურ ნივთიერებას ასუნთქებ, სცემ და აპატიმრებ უკანონოდ. ასეთი ქვეყნის და ლიდერშიპის ადგილი არ არის დასავლურ სივრცეში, ამიტომ ის წირავს ამ ქვეყნის ეროვნულ ისტორიულ არჩევანს მის ხელისუფლებაში დარჩენას და ცდილობს რომ დარჩეს ხელისუფლებაში ავტორიტარულ კლუბში, ხო? მაგრამ აი აქ მინდა ვიკითხო, იმ ფონზე რაც ხდება დღეს საერთაშორისო სამყაროში, იმ ფონზე რაც ხდება თუნდაც უკრაინა რუსეთ-უკრაინის ომში, უმცირებს თუ არა ეს ივანიშვილს შანსებს? რა თქმა უნდა, ივანიშვილს უმცირებს შანსებს, მაგრამ ივანიშვილი იმისთვის რომ სწორედ აი ამ საბჭოური სავაჭრო ურთიერთობებიდან, ოღონ ვაჭრობას გულისხმობ მე არა კონკრეტულ პროდუქტზე ვაჭრობას, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ივაჭროს ადამიანის ბედით და სიცოცხლით, სწორედ ამას ცდილობს, როდესაც ის აჩქარებს პროცესს პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვებით, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში გამოცხადებებია, ვინ რამდენი წლით დააპატიმრეს, ის აგროვებს იმ კაპიტალს, ადამიანურ კაპიტალს, რომელთაც ის ივაჭრებს მერე დასავლეთთან იმისთვის, რომ მიიღოს უსაფრთხოება, იმისთვის, რომ მიიღოს ის დასანქცირებული 1 მილიარდი, რაც ამერიკას აქვს გაყინული, ხო? ივანიშვილი მხოლოდ ამ ენაზე საუბრობს, მას სხვა ენა არ ესმის. როგორც პუტინს არ ესმის სხვა ენა, ისე ივანიშვილს არ ესმის. პუტინს ჰქონდა შესაძლებლობა მაშინ როცა ტრამპი გახდა პრეზიდენტი, პირველი შეთავაზება რაც გააკეთეს, რომ იმას დათანხმებოდა და ბევრად გამარჯვებული გამოსულიყო იმ ომიდან, ვიდრე გამოვა ამ ომიდან ვერ გამოვა პუტინი და პირველად რამოდენიმე დღის წინ მოუწია პუტინს ეღიარებინა ის, რომ ეს არ არის სპეცოპერაცია და ეს არის ომი და ომში არის ის რეალურად. სწორედ ამას ხედავს ივანიშვილი, ოღონდ აქედან გადარჩენა მისთვის რა არის? ვაჭრობა, ივაჭროს ადამიანები ციხეში, პოლიტიკური პატიმრებით ივაჭროს და ამ პოლიტიკური ვაჭრობიდან მიიღოს მან დივიდენდი თვითგადარჩენა, ოღონდ მისი ამოცანა არ არის ეს ქვეყანა დემოკრატიულ გზას დაუბრუნოს. მას არჩევანი აქვს გაკეთებული, რომ ის რჩება აქ და მან უნდა შექმნას დინასტიური ავტოკრატია. რატომ ჩართო თავისი შვილი ამ პროცესებში? რატომ ხედავთ რაღაცა ამ ქართული ოცნების ახალი რეკრუტირების პროცესს? რატომ ხედავთ ამ ხელა პროექტებს განათლების სფეროში და რაღაცა ციგნის გარეკანზე დატანილ აბსურდებს და ასე, იმიტომ რომ მას გადაწყვეტილი აქვს ავტოკრატია შექმნას. ის ანუ მისი ყველა ნაბიჯი მემკვიდრეობითობის შექმნას ცდილობს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მისთვის გამოცდილებაა და ბელარუსია მისთვის გამოცდილებაა, აზერბაიჯანი და თუ იმათთან ურთიერთობებს ალაგებს დასავლეთი, ამას უყურებს, აი ასეთი მარტივი არის მისი შაბლონი ივანიშვილი როგორც მოქმედებს და ეს უნდა დავინახოთ, რომ მას ეს აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ჩვენ რა გაქვს გადაწყვეტილი? ანუ ჩვენ როგორ ვიბრძვით ამ სიტუაციაში, ანუ ეს სპორადულად ვცდილობთ ნებისმიერი მის ინიციატივებს ცალ-ცალკე დაუპირისპირდეთ და ყველამ თავით გადარჩენა
დარჩენიდან გამომდინარე იმოქმედოს, რომ აი მე დღეს უნივერსიტეტი არ დამიხურონ, მე დღეს კლინიკა არ დამიხურონ, მე დღეს ანუ ასე როგორც კი ვიწყებთ ფიქრს, თვითგადა მე დღეს ტელევიზია, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერ შეეხება ის, რაც ივანიშვილმა გადაწყვიტა და ეს უნდა გავიაზროთ. სანამ ამას არ გავიაზრებთ იმას რა ანუ თქვენ ძალების გაერთიანების გარეშე გამოსავალს ვერ ხედავთ აქ. ამის გამოსავალი ვერც ერთი პარტია, ვერც ერთი მედია, ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ გადარჩება ცალკე იქ რომ მივა ის დრო, ის უკვე სუსტი იქნება, იმიტომ რომ მანამდე განიარაღებული ყოლება მას მედიაც და ყველა ის სტრუქტურაც, რომელიც წინააღმდეგობაშია. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ფიქრობ თუ არა, რომ ის ახალი დაპატიმრებების სერიისთვის ემზადება ოპოზიციური ლიდერების აი ცნობილ საქმეზე, რომელსაც ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე. რა თქმა უნდა, ის იმზადება ამისთვის, ეს არის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი იქნება მეორე რიგში მდგომი ადამიანები, ვინც იგივე საბოტაჟის საქმით გასამართლებიან და თქვენ ხო არ გონიათ რომ მათ რამე საბუთი აქვთ ამის რიცას რა თქმა უნდა, არა ვითარი. ჯერ ერთი ისინი რას ამბობენ, პირდაპირ უთხრათ გიორგი მაყურებელს, ამბობენ რომ ის რომ აქ რომ ადამიანებს ძვლებში ამტვრევდნენ და ესე იგი სემდნენ, ემუქრებოდნენ და წამლავდნენ, მაშინ ამაზე რომ იწერებოდა ეს ხალხი დასავლეთის პარტნიორებთან და ეუბნებოდნენ რომ დაასანქცირეთ ივანიშვილი ამის გამო, ეს ჩაუთვალეს მათ საბოტაჟად, მეტი არაფერი არ აქვს. რა თქმა უნდა და ის ნებისმიერი განცხადება საჯარო განცხადება იყო ყველა. იყო საჯარო განცხადებიდან ნებისმიერ შეუძლიათ ციხეში გაუშვან, ანუ ტროტუარზე დგომის გამო კი არა, ამის გამო გაუშვან მე უკვე ციხეში. ოღონდ პირველი ეტაპი არის მათთვის წონადი პოლიტიკოსების ციხეში გაშვება იმისთვის რომ მან დაიბევოს ეგრეთ წოდებული ის ძალის პოზიციიდან ესაუბროს მე დასავლეთს, როდესაც ის ეტაპი დადგება, რომ აღიარეთ ავტოკრატად, როგორც ბელარუსი ლუკაშენკო ელაპარაკებოდა. ლუკაშენკოს რა გააკეთა, ხო, ანუ გაცვალა ტყვეები იმისთვის, რომ მისთვის სანქციები მოეხსნათ, ის საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართულიყო, მას შეხვედროდა დასავლეთი და ურთიერთობები დაიწყო. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი არ აპირებს ავტოკრატად აღიაროს. ეს გადაწყვეტილია თმათ. არ აპირებს ევაჭროს. ესეც რამდენიმე ჯერ დადასტურდა, ხომ? გადადგით ნაბიჯებით. უნდა შეერთებული შტატებისგან არაერთხელ ითქვა, რომ მათ იციან რა უნდა გააკეთონ და გადადგით ეს ნაბიჯი. აღარ ამას არ გააკეთე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ გზადაგზა განიარაღებას მოახდენს ბიძინა ივანიშვილი, რაღაც ეტაპი დადგება, როცა ბიძინა ივანიშვილი ამას მიაღწევს. მოდით ვისაუბროთ ძალების კონსოლიდირების შესაძლებლობებზე. თქვენ როგორ ხედავთ ამას, პოლიტიკურ აქტორებს მხოლოდ? არა მარტო პოლიტიკურ აქტორებს, ან პოლიტიკური აქტორი ნებისმიერ ამას გულისხმობდი, როდესაც მედიიდან დაწყებული, უნივერსიტეტ დამთავრებული, სტუდენტიდან დაწყებული, ექიმი დასრულებული, ნებისმიერმა უნდა იგრძნოს თავი ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს მათ ეხებათ, უნდათ, არ უნდათ ერთ მას შეეხებათ ყოველდღიურობაში. რა გააკეთოს? არ გძნობს. თქვენ გონიათ ეს გძნობს, არ გძნობს. საქმეც ეს არის, რომ ადამიანები რო გძნობდნენ, რომ ისინი ქვეყანას კარგავენ სიტყვაში, უბრალოდ მეტი შინაარსი დევს. ამ ყველაფერს ასეთ არ შეხედავდნენ იმისთვის რომ ელენესთვის ექიმების განცხადება ყოფილიყო ეს მარტივი პროცესი არ იყო ექიმებს ის გადაელახათ ის შიშიაც რითაც ქართული ოცნება კვებავს საზოგადოებას ეს მარტივი გადასალახი არ არის ამისთვის პოლიტიკური ერთიანობა საჭირო არის და ჩვენ რაც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ სპექტრში ვიხილეთ ესეც არასწორია ესეც შლის საზოგადოებრივ განწყობებს ესეც ქმნის იმის განცდას რომ საზოგადოება ვის უნდა გაყვეს არ იცის ხო, რაღაცალგე ყველა ამას ამბობს, მაგრამ რაღაცნაირად არ გამოდის, ხო? იმიტომ რომ მათ არ სჯერათ. არც ერთ არ სჯერა, რომ ივანიშვილი იმას გააკეთებს, რაც ჩაიფიქრა. ოღონდ ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთა, რაც ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა. ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ოღონდ ჩვენ ერთმანეთის ახსნით ვკარგავთ დროს და არა ქმედებით. ძალიან ბევრი დრო დაიკარგა ალიანსის შექმნისთვის, ძალიან ბევრი დრო დაიკარგა ალიანსის ფუნქციონირების აწყობისთვის და ძალიან ბევრი დრო იკარგება იმისთვის, რომ დღეს ალიანსი იქცეს ფუნქციურ იმედად საზოგადოებისთვისაც გაყვება. ის პოლიტიკური აურზაური, რაც დადგა პოლიტიკური ლიდერების გამო და ის მიწერა მოწერების გამო Facebook-ის ჯგუფებში და ასე შემდეგ, ამ ყველაფერმა რა შედეგი მოიტანა? ვერაფერი. ვერც ერთი პარტია ვერ გადარჩება და ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი ვერ გადარჩება, მათ თუ ძალები არ გააერთიანეს და ვერც ერთი სამოქალაქო ჯგუფი ვერ გადარჩება, მათ თუ ძალები არ ოღონდ ამ ძალების გაერთიანებაში ბევრს გონია, რომ ის მათ ერთმანეთს უნდა შეეძილონ და იდენტობა დაკარგონ, მაგრამ იდენტობას მაინც დაკარგავენ, ყველა დაკარგავს იდენტობას ბიზნესის თუ გაუვიდა, რაც მას ჩაფიქრებული აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
მათი ყველა გზავნილი ქართული ოცნების, მათი ყველა დაინიცირებული პროექტი, მათ შორის განათლების პროექტი არის იმის ილუსტრაცია, რომ ის გრძელვადიანი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას ცდილობს. სხვა ყველა შემთხვევაში ის რომ მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობდეს, განათლების ამ რეფორმას არ დაინიცირებდა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ტვინი უნდა გამოგირეცხო, ახალი ტვინი უნდა ჩაგიდო და შექმნა ისეთ ადამიანად, როგორც ქმნა რუსეთში, პუტინი ამდენი წელს მანძილზე. გიორგი, არ გამოსდის მას ეს ჯერჯერობით, მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოება პროტესტს არ წყვეტს, მაგრამ თქვენ აკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ ეს კონსოლიდირება ძალების არ არის საკმარისი. არ არის, რა თქმა უნდა. თვითკრიტიკულიც ხართ, კი, მაგრამ რაღაცნაირად რა ჭირდება ამას? აი, მწყობრი გეგმა, არ ვიცი, აი თქვენ შიგნიდან რა განცდა გრჩება? გარედან გასაგებია, აი თქვენ რასაც ახლა აღწერთ, დასკვნები საზოგადოების მხრიდან ეს არის, მაგრამ მან არ იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა რა არის სწორი ნაბიჯები ამ შემთხვევაში. ხომ სადაც დაუძახეს ყველა აქციაზე მივიდა ეს ხალხი, მაგრამ რაღაცნაირად ახალი სისხლი, არ ვიცი, სისხლი არ გულისხმობ პირდაპირ ქაქებით, ანუ ახალი ფორმა, ახალი, არ ვიცი, სტრატეგია, რამე ასეთი სჭირდება? თუ აი ინდივიდუალური შეხვედრები ადამიანებთან მეტის დარწმუნება, თუ ყველაფერი ერთად, თუ რა სად გესახებათ თქვენ გამოსავალი? გამოსავალი იყო პოლიტიკურ ალიანსში, რომელიც გაკეთდა. ეს ალიანსი იყო სწორედ იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა აღედგინა ოპოზიციას, შეძლებოდა მათ საზოგადოებისთვის იმის მიტანა, რომ მე რომ ვამბობ დღეს, რომ ქვეყანას კარგავ, ამას გულისხმობ მართლა და უბრალოდ სიტყვა არ არის. ეს დამაჯერებლობა ეკარგება, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში გადამძახელში არიან დაუსრულებლად. ანუ თუ ქვეყანას ვკარგავ, თუ მომავალი აღარ აქვს ჩემს შვილებს და მე რაღაცში მაინტერესებს, აი ვინ რა სიტყვის, როგორც ცდილობს ვიღაცა რაღაც ამ წინააღმდეგ წავიდეს ან ალიანსში რატო ხდება ეს? ანუ მე დამაჯერებლობა მეკარგება, როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანას ვკარგავ. ანუ მე ამის ნაწილი მაშინ რანაირად ვარ. თუ ვკარგავ, მაშინ რატო ვეჩხუბობთ ერთმანეთში, ხო? იგივე ეხება სამოქალაქო ჯგუფებსაც, რომელიც არანაკლები მდგომარეობაა იქაც და ესეთ სოციალურ ქსელებში ირჩევა დაუსრულებლად, რომელიც ცხადია, მე ამას მოყვება ქართული ოცნების უზარმაზარი პროპაგანდა, ქსელი, რომელიც მათ აქვს აწყობილებს, საზოგადოება ერთმანეთისგან გათიშონ და დააპირისპირონ ერთმანეთთან. ამისთვის თუ არ აქვთ მასალა ქმნიან და მე ამაზე იწყება საზოგადოების დაპირისპირება და გახალჩებთ, რომ ქართული ოცნება როგორ იბრძვის ამდენი ხნის მანძილზე თიშავს ერთმანეთისგან სხვადასხვა ჯგუფებს, ერთმანეთთან აპირისპირებს და მე ამისგან იღებს სარგებელს. და ჩვენ როგორც რაღაცა ცხვრის ფარა ვემორჩილებით აი ამ არჩევანს ხანდახან ჩვენ თვითონვე ვირჩევთ რომ ამას განიხილავთ ალიანსის შიგნით ამ თემას გულწრფელად? თქვენს აზრზე არ არის ბევრი. ხო და ამას ვამბობ, როდესაც პირადი ინტერესები ძაბავს და გადაძალავს პირადი პარტიული, პირადი წარსულის, რომელიც თანდაყვება ალიანსს და არა მარტო ალიანსს და ბევრ პოლიტიკურ ჯგუფს, ახალშექმნილ ჯგუფებს, რომლებსაც გონიათ რომ მარტო გადაარჩენენ ქვეყანას, ლელოს, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მისი სტრატეგია მთავარი, ან გახარიას, რომელიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლით იმ კანონებისგან დაგვიცვა, რომელიც ზუსტად მათი პარლამენტში არსებობის დროს მიიღეს. ამას ვამბობ, ანუ თუ გააზრება არ ხდება იმის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში, მათ შორის სამოქალაქო ჯგუფებში, რომ ქვეყანას ვკარგავთ და ყველას თავისი გადარჩენა უნდა, თავისი ჯგუფის, თავისი პარტიის, თავისი არ ვიცი ორგანიზაციის, მაგ შემთხვევაში დაყოფა მარტივი არის და კონსოლიდაცია ვერ ხდება. ან გავიაზრებთ იმას, რომ ყველა ვართ ერთ დიდ ბრძოლაში, სადაც არ არსებობს ჩემი, შენი და ასე შემდეგ და ამ ბრძოლას გავყვებით და მივიყვანთ საქმეს ბოლომდე, ან ივანიშვილი იმას აღასრულებს და ოღონდ არ გეგონოთ აქ, რომ რუსეთი დასრულდება ზეგ რაღაცა ერთ თვეში, ერთ წელში და ჩვენ ამისგან გამოვთავისუფლდებით და არ იქნება ეს ასე, იმიტომ რომ ივანიშვილის ყველა ნაბიჯი თავისი ახალგაზრდების რეკრუტირებით, რომელიც ზომბები, რომლებიც ნახეთ ტელევიზიით, განათლების რეფორმით, რომელიც მან დაიწყო ყველა მიმართულებით, გულისხმობს იმას, რომ მას სჭირდება დინასტიური ავტოკრატია და ამას მიყვება თანმიმდევრულად. რუსეთი იქ იქნება, არ იქნება, ნაწილობრივ იქნება, დასუსტებული იქნება, ამას არ უყურებს. თვით გადარჩენასთან ერთად ის ამზადებს ამისთვის ველს და ეს თუ არ გავიაზრეთ, ნებისმიერმა ჯგუფმა, ვინც ამ პროცესში არის, მე არ ვიცი, აქედან გამოსავალი რა არის, იმიტომ რომ სათითაო დაჩეხილ საზოგადოებას ზოგს დაიჭერს, ზოგ ქვეყნიდან გაუშვებს და ქვეყნიდან გაშვებისთვის ამას აძლევს მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ქვეყნიდან გავიდნენ და დაასრულონ წინააღმდეგობა. მათ შორის სამოქალაქო ჯგუფებს აძლევს ქვეყნიდან გავიდეს და დაასრულოს. იმიტომ რომ ივანიშვილს არჩეული აქვს გზა და 2013 წელს პირდაპირ გითხრა, უნდა იყოს თეთრი და შავი, შუა უნდა გაიკრიფოს. თუ მე შუას ავყვები, მე წავაგებ. ეს მისი სიტყვები არის. სწორედ ამას
აკეთებს, ანუ ის ცდილობს ერთი მხრივ თავისი ქართული ოცნების გარშემო შექმნეს კონსოლიდაცია, მეორე მხარეს გამოიგონოს ბუა, რომელიც ამ საზოგადოებაში 13 წელს ასაზდოვა და დანარჩენი, ვინც შუას ცდილობს და ძალიან ბევრი აქტორი ცდილობს დღეს შუაში იყოს, ისინი ამ სიტუაციაში ვერ გადარჩებიან და ამას როდის გაიაზრებენ და როცა გაიაზრებენ, მე მგონია უკვე ძალიან გვიანი იქნება. ეხება ეს მათ შორის პარტიებსაც, სამოქალაქო ჯგუფებსაც, ეხება ქალბატონ სალომესაც, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული და ეხება ყველა იმ აქტორს, ვინც ერთმანეთის დისკრედიტაცითა დაუსრულებლად სოციალურ ქსელში წარმოდგენილი. ისინი ამით რას აკეთებენ, ვის ეხმარებიან, ამაზე ხანდახან დაფიქრდნენ, სანამ რაღაცას დაწერენ. კი ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. მადლობა გულწრფელობისთვის. ხო, ანუ ეს რა უნდა ითქვას და უნდა ვთქვა და უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ ეს აღარაფერში არაფერში არ გვეხმარება არავის. იმიტომ რომ თქვენი ტელევიზიაც აი გუშინდელი თქვენი გამოსვლა ემოციური იყო თქვენი ჟურნალისტების ეს შეეხება დღეს თუ არა ხვალ სხვა ტელევიზიებსაც და სხვა საზოგადოების წევრებსაც და მე რა ხდება ამაზე პასუხი ვინმეს აქვს გარდა იმ გადმოძახილისა? კი ბატონო. და პროცესი თუ ის მალე იქნა გააზრებული ისე როგორც თქვენ ახლა ეს აღწერეთ, ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლებელია გადარჩენა? შესაძლებელია გადარჩენაც ქართული ოცნების დამარცხებაც და ჩვენი ევროპული მომავლის დაბრუნებაც, რომელიც არის პირდაპირ ქართველი ხალხის დაბრუნება იმ ოჯახში, ოღონდ აქაც ოჯახს არ გულისხმობ რაღაცა შაბლონს, გულისხმობ ის რომ ის ოჯახები, რომლებიც ევროპაში ის რომ ჩვენ შეგვიძლია ბედნიერი, აი ქუჩაში რომ გახვიდეთ, დაინახოთ ბედნიერი სახეები და რა ის გაუბედურებულიაც ქართულმა ოცნებამ დამართა ნებისმიერს. კი ბატონო. ამით განსხვავდება სხვათა შორის თბილისის ქუჩები, დასავლური ქვეყნების და ქალაქების ქუჩებისგან. ადამიანები იქ იღიმიან და ჩვენთან სამწუხაროდ ადამიანები აღარ იღიმიან. ეს არის ხშირად ყველაზე მარტივი ფორმულა შესაფასებლად ქვეყნის და საზოგადოების და ხო, ერთიანი ძალების კონსოლიდირების გარეშე გამოსავალი არ არის. ამიტომ ალბათ ალიანსშიც მსჯელობთ ამაზე. არ ვიცი რამდენი მოახერხებთ აი ამ რაც თქვენ თავარ პრობლემად მიგაჩნიათ ამის დაძლევას, მაგრამ ამის მიღმა არის თუ არა საუბარი სტრატეგიაზე? ეს მინდა ვიკითხო. ხო, სტრატეგიაზე რთულია ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სწორედ ამას გულისხმობ, როდესაც ამ ურთიერთ კრიტიკით, დისკრედიტაციით, გადმოძახილით იკარგება მნიშვნელოვანი დრო, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ უნდა მიიმართოს. საერთო სტრატეგია ალიანსს ჰქონდა, საერთო სტრატეგია შეიძლება მათ შორის სამოქალაქო ჯგუფების ჩართვაც ყოფილიყო, ეს ყველაფერი იყო ასე დაწერილი და დაგეგმილოცა ძალიან. იმედი მაქვს, რომ ეს გააქტიურდება და იმედია, რომ იმ პასუხისგებლობას, ვინც აიღო ალიანსს ზოგადად ამ ბრძოლაზე ამ პასუხისგებლობას გაიაზრებენ და მოეშვებიან ერთმანეთის დისკრედიტაციას და რაღაც ეტაპზე მიხვდებიან, რომ ისინი მართლა ქვეყანას კარგავენ და როდესაც ამას ტელევიზიით ამბობენ, გაიაზრებენ, რას ამბობენ.